ალექსანდრე თოფურიამ გაიმარჯვა და გილოცავ სრულიად საქართველოს. ამ ტურნირზე ბილალ მუჰამედმა ისევ ჩართო თავისი კანელო და მე მგონი სამუდამოდ დაემშვიდობა სატიტულო ბრძოლებს. არმან ცარუკიანმა კი ისე ეფექტურად დააფინიშა დენ ჰუკერი, რომ ალბათ ილიასთან ბრძოლა გარდაუვალი იქნება. დღეს ვისაუბრებთ ბირთვულ შეჯიბრზე, რომელიც ჩატარდა ყატარში, ასევე განვიხილავთ ყველაზე ბრუტალურ ნოკაუტებს, ფინიშებს, ასე რომ დალაიქეთ ეს ვიდეო და გისურვებთ სასიამოვნო ყურებას. სანამ დავიწყებთ, მინდა გადავუხადო ყველას ძალიან დიდი მადლობა დონაციისთვის. აქ ქვევით დაეწერება დონატორების გვარები. სწორედ რომ თქვენ გადამაწყვეტინეთ, აი ესე დეტალურად მოგაწოდოთ ინფორმაცია UFC-ის შესახებ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. ვისაც კიდევ ექნება სურვილი დონაციის, აღწერაში დაგიტოვებთ ლინკებს. მე კიდევ ვიწყებ UFC Fight Night ყატარში. ძალიან საინტერესო და სანახაობრივი ბრძოლა იყო ისმაილ ნაურდიევს და რაიან ლოუდერს შორის 84 კილოგრამში. ნაურდიევი არის ეროვნებით ჩეჩენი, რომელიც წინათ იბრძოდა ავსტრიის სახელით, ეხლა კი ასპარეზობს მოროკოს ეგიდით. ნამდვილი პოლიგლოტი, რომელიც სუფთად საუბრობს 5 ენაზე. ის UFC-ში 2019 წელს გამოდიოდა, 2 შეხვედრა მოიგო, 2 წააგო, ყველა გადაწყვეტილებით და ამის მერე გადავიდა ბრეივის ორგანიზაციაში. 2024-ში ნაურდიევი კიდევ დაუბრუნდა UFC-ს, გადაწყვეტილებით მოიგო 1 შეხვედრა, შემდეგ ისევ გადაწყვეტილებით დამარცხდა და შეხვდა რაიან ლოუდერს. რაც შეეხება ლოუდერს, ის თავის თავს ფოლადის კაცს უწოდებს, ძალიან უნდა გავდეს სუპერმენს, მაგრამ ჯერ მას ეს არ გამოსდის. 2024-ში ლოუდერმა The Ultimate Fighter-ის შეჯიბრი მოიგო, მან მეორე რაუნდში დააფინიშა რობერტ ვალენტინი, რითიც მოიპოვა კონტრაქტი UFC-ში, თუმცა სადებიუტო შერკინებაში დამარცხდა პირველივე რაუნდში აზამატ ბეკოევთან. და აი ნაურდიევთან არის მისი მეორე შერკინება ამ ორგანიზაციაში, საერთო ჯამში პროფესიონალებში მას აქვს 8 გამარჯვება და 2 მარცხი. რაც შეეხება თვითონ შერკინებას, ნაურდიევს და ლოუდერს შორის ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდა. ისმაილმა წუთნახევარში დაანოკაუტა რაიანი და თან ისე ეფექტურად მოკლა, რომ ალბათ ეს ნოკაუტი ამ ღონისძიების საუკეთესო ჰაილაითი იყო. ჩეჩენმა უძლიერესი ოვერჰენდით ეგრევე გათიშა თავისი ოპონენტი და თან ისე რომ ორგანიზატორებს დრო დაჭირდათ, აზე რომ მოიყვანათ ლოუდერი. და ის შეხვედრაც, რომელსაც მთელი საქართველო ასე ველოდეთ, ალექსანდრე თოფურია ბეგზატ ალმახანის წინააღმდეგ. ბეგზატი არის ყაზახი სპორტსმენი, რომლის დებიუტიც UFC-ში 2024 წელს შედგა, სადაც ის დაეჯახა დაღესტნელების მზეს და იმეც უმარნურმა გამედევს. სხვათა შორის ყაზახმა დაანოკდაუნა კიდევაც დაღესტნელი, მაგრამ უმარმა ჩართო თავისი ჭიდაობა და 3 რაუნდის განმავლობაში მიწაზე აკონტროლებდა და ამის ხარჯზე გაიმარჯვა. თუმცა 2025 წლის 11 მაისს ბეგზატი დაბრუნდა და დაბრუნდა ძალიან ეფექტურად. ერთ წუთში გაანადგურა ტაფის 2 სეზონის გამარჯვებული ბრედ კატონამ. საერთო ჯამში თოფურიასთან შეხვედრამდე ყაზახის რეკორდი პროფესიონალებში იყო 12 გამარჯვება და 2 მარცხი. ის ძირითადად შეხვედრებს ნოკაუტებით იგებდა და ითვლებოდა ძლიერ სტრაიკერად, რომელმაც ჭიდაობაც იცის. ალექსანდრე თოფურია 29 წლის მებრძოლი, პროფესიონალებში აქვს 6 გამარჯვება და 1 მარცხი. ის დამარცხდა 2015-ში თავზე 20 კილოგრამით მძიმე მებრძოლთან. კარიერის დასაწყისში 2 შეხვედრა მოიგო საბმიშენით, მერე ერთმანეთის მიყოლებით 3 სპორტსმენი დააფინიშა ნოკაუტით და როგორც ყველამ ვიცით, მან თავის კარიერა პაუზაზე დააყენა, რადგან ეხმარებოდა ილიას მზადებაში. სხვათა შორის ის ილიას ერთ-ერთი მთავარი მწვრთნელია, რომელმაც ამ წლის 9 თებერვალს გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება და UFC-ში თავის სადებიუტო შეხვედრაში დაეჯახა ვოლკანოვსკის დაუმარცხებელ მოსწავლეს კოლბი ტიკნესს. ამ შეხვედრაში სანდრომ კარგად გამოავლინა თავი და უპრობლემოდ მოიპოვა გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. რაც შეეხება თოფურიას და ალმახანის ბრძოლას ყატარში, ეს იყო 3 რაუნდიანი შერკინება, რომელიც ქართველის უპირობო გამარჯვებით დასრულდა. მართალია პირველი რაუნდი ბეგზატმა ძალიან ეფექტურად დაიწყო, მან რამოდენიმეჯერ სანდრო წააქცია კიდეც, მაგრამ ეს ძალიან ხანმოკლე აქტივობა იყო, რაზეც მიიღო ისეთი დამაზიანებელი პასუხი, რომ მას ყველაფერი სახეზე ეწერა. თოფურია იყო უკეთესი დგომშიც და მიწაზეც, მუშაობდა პირველ ნომრად, კარგად იცავდა თავს და ძალიან ძიმეთ უტევდა. კონკისტადორი 3-ვე რაუნდში უკეთესი იყო, განსაკუთრებულად ეფექტურად ის გამოიყურებოდა ბოლო რაუნდში, სადაც მან გაანადგურა და დაანოკდაუნა მეტოქე. მართალია თოფურიამ კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო გადაწყვეტილებით, მაგრამ ძალიან ლამაზად და ეფექტურად იბრძოდა. ამიტომ თოფურიების გეგმა მუშაობს. მერაბ დუალიშვილი თავის გვირგვინს სანდო კაცს გადასცემს მომავალში. ალექსანდრეს ულოცავ გამარჯვებას და დიდი იმედი მაქვს, რომ მისი შემდეგი მეტოქე top 5-დან ვინმე იქნება და მთლად უკეთესი იქნება თუ ის უმარს დაეჯახება. დაწერეთ კომენტარებში, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება შემდეგი.
კიდევ ერთი სანახაობრივი ფინიში ამჯერად 93 კილოგრამში. თურქეთის წარმომადგენელი აბდურაჰმან იახიევი დაეჯახა ბრაზილიელ სპორტსმენს რაფაელ სერკეირას. რაფაელი ყოფილი Demo Fight-ის პრომოუშენის ჩემპიონი იყო, რომელმაც მოიპოვა ზედიზედ 11 გამარჯვება დაუმარცხებლად. ის ასეთი ბირთვული სტატისტიკით UFC-ში 2024 წელს შემოაბიჯა, თუმცა აქ მას გადაუარეს. ბრაზილიელმა ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო, 2 ნოკაუტი და 1 გადაწყვეტილებით და ასეთ არც თუ ისე საამაყო რეკორდით შეხვდა თურქ დებიუტანტს. რაც შეეხება აბდურაჰმანს, მას პროფესიონალებში 7 შეხვედრა ჰქონდა მოგებული. 3 ნოკაუტი, 3 საბმიშენი და 1 გადაწყვეტილება. ეს სპორტსმენი არის დაუმარცხებელი. ის იყო ხამფაიტის ორგანიზაციის ჩემპიონი, მერე მახრჩობელით კიდევ 2 სატიტულო ბრძოლა მოიგო RSFC-ში და აი ასეთი 6 გამარჯვებიანი ვინსტრიკით მოხვდა დანა ვაით კონტენდერ სერიაში, სადაც შეხვდა ალიკ ლორენს და ზუსტად 30 წამში დაანოკაუტა იც, რითიც მოიპოვა UFC-სთან კონტრაქტი. ბრაზილიას და თურქს შორის ორთა ბრძოლა ზუსტად 33 წამში დასრულდა. აბდურაჰმანმა ეგრევე შეუტია მეტოქეს, ბრუნში ფეხი, მერე ხელი, ისევ ფეხი და ბრაზილიელი მიწაზეა. თურქმა მალევე დაახშო თავისი დარეტიანებული მსხვერპლი და მოიპოვა რიგით მერვე გამარჯვება მარცხის გარეშე. ფიქრობ ამ სპორტსმენს დიდი მომავალი აქვს UFC-ში, დავაკვირდებით გამადიდებელი შუშით, ის მართლა ძალიან საინტერესო მებრძოლია. 57 კილოგრამში ერთმანეთს შეხვდნენ ყაზახი ასუ ალმაბაევი და ამერიკელი ალექს პერეზი. პერეზი უკვე 8 წელია პრომოუშენშია, ის ბრძოლებს ძირითადად მახრჩობელით იგებს და ასევე დგომშიც კარგად იბრძვის. მან ერთხელ სატიტულო ბრძოლა ჩაატარა, ეს 2020 წელს მოხდა, მაშინ ის საბმიშენით პირველივე რაუნდში დამარცხდა დევის ფეგერედოსთან. მისი პროფესიონალური რეკორდი არის 25 გამარჯვება და 9 მარცხი. ასუ ალმაბაევი კი არის ყოფილი M1-ის პრომოუშენის ჩემპიონი, ასევე მსოფლიო ჩემპიონი ჯიუ-ჯიტსუში და პროფესიონალებში აქვს რეკორდი 23 გამარჯვება და 3 მარცხი. ამ მებრძოლებს შორის შერკინება პერესის დომინაციით დაიწყო. ის თავის ყაზახ ოპონენტს 2 რაუნდის განმავლობაში ანგრევდა. ჩანდა რომ ამერიკელი ბევრად უკეთესია მეტოქეზე. შესვენებაზე ყაზახის მწვრთნელები მას აწყნარებდნენ და ეუბნებოდნენ რომ ის იგებს ბრძოლას. თუმცა ეს ასე არ იყო და ყველა გარშემო დარწმუნებული იყო რომ პერესი მას მესამე რაუნდში დააფინიშებდა. მაგრამ როგორც კი დაიწყო მესამე რაუნდი, ალმაბაევი იმ წამსვე ჩამოეკიდა მდგომიარე პერეს კისერზე და დაახშო ამ პოზაში. ჩათვალეთ ყაზახმა წაგებული ბრძოლა მოიგო ძალიან ეფექტური ფინიშით. კიდევ ერთი პრელიმების შეხვედრა დასრულდა სანახაობრივი ფინიშით. 66 კილოგრამში ერთმანეთს დაეჯახდნენ ბოგდან გრადი და პედი პიმბლეტის დაუმარცხებელი ძმაკაცი ლუკ რეილი. ბოგდანის რეკორდი პროფესიონალებში ამ შეხვედრამდე იყო 15 გამარჯვება და 3 მარცხი. რეილი კი დაუმარცხებელია, მას აქვს მოპოვებული ზედიზედ 11 გამარჯვება. 11-ვე შეხვედრა ამ სპორტსმენმა Cage Warriors-ში ჩაატარა. გაიფორმა 8 ნოკაუტი და 3 დესიჟენი. და ასეთი შთამბეჭდავი რეკორდით შემოვარდა UFC-ში, სადაც თავის სადებიუტო ბრძოლაში დაეჯახა ბოგდანს. ამ შეხვედრის პირველ რაუნდში გრადი უკეთესი იყო თავისი ჭიდაობის მეშვეობით, რაუნდის ბოლოს მან რეილი კინაღამ დააფინიშა კიდევაც, თუმცა გაისმა გონგის ხმა. მეორე რაუნდში ბოგდანი ძალიან მოტივირებული შევარდა, თუმცა პედის ძმაკაცმა მეორე წუთის დასაწყისში უძლიერესი მარცხენა ჰუკით ის წააქცია და მალევე დააფინიშა მიწაზე დარტყმების კომბინაციით. ეს იყო რეილის რიგით მე-12 გამარჯვება მარცხის გარეშე და უმაგრესი დებიუტი UFC-ში. ამ მებრძოლსაც ვაკვირდებით გამადიდებელი შუშით. ნახოთ მომავალში როგორ გამოიჩენს თავს. ეს იყო პრელიმების ბრძოლები და განვიხილეთ ძირითადად ყველაზე ეფექტური ფინიშები. ეხლა კიდე გადავიდეთ მეინ ქარდზე, სადაც ჩატარდა 6 ბრძოლა და 6 ბრძოლიდან 5 შეხვედრა დასრულდა ფინიშით. იქამდე კი თუ შენ ამ ვიდეოს აქამდე უყურე, ესე იგი MMA-ის ნამდვილი კომაგი ხარ და არ დაგავიწყდეს ლაიქის დარტყმა. ამით ჩვენ გავიგებთ რამდენი ვარ და მეც მეტი мотиваცია მომეცემა, მეტი შემოგთავაზოთ ესეთი კონტენტი. და მეინ ქარდს ხსნიან დაღესტნელი მებრძოლი ტაგი ულანბეკოვი და იაპონელი კიოჯი ხარიგუჩი. დაღესტნელის კუთხეში იყო ისლამ მახაჩევი. ულანბეკოვი იყო ფავორიტი, აბდულმანაპის მოსწავლე, რომელსაც გუნდელები ჩემპიონობას უწინასწარ მეტყველებდნენ 57 კილოგრამში. ის მსოფლიო ჩემპიონია სამბოში, ყოფილი GFC-ის ტიტულის მფლობელი. ამ ბრძოლამდე UFC-ში მან 7 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 6 ჩხუბი მოიგო და 1 ტიმელიოთან დამარცხდა გადაწყვეტილებით. ეს მებრძოლი შეხვედრებს უმეტესად საბმიშენით იგებდა და ამ ბრძოლამდე UFC-ში ის 4 გამარჯვებიანი ვინსტრიკით მოდიოდა. კიოჯი ხარიგუჩი ყოფილი
გიორგი რაიზენის და ბელატორის ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ იაპონელი UFC-ში 10 წლის წინ იბრძოდა. მან მაშინ 8 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 7 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. თუმცა სატიტულო შერკინებაში დემეტრიუს ჯონსონთან დამარცხდა. მაგ დროს დემეტრიუსი უკონკურენტო იყო, ამიტომ იაპონელმა დატოვა ორგანიზაცია და აი ასე 10 წლის მერე დაბრუნდა. სხვათა შორის დემეტრიუსზე მაქვს გაკეთებული დოკუმენტური ფილმი და თუ ვინმეს არ უნახია, ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. რაც შეეხება თვითონ შერკინებას, თუ პირველ რაუნდში ულანბეკოვი ცოტათი მაინც წინააღმდეგობას უწევდა იაპონელს, მეორე რაუნდში ის იყო უბრალოდ უსუსური ბავშვით. ხარიგუჩი ნაღესტნელს ანადგურებდა ყველა სართულზე. ეს იყო ტოტალური დომინაცია. შესვენებაზე მახაჩევი შოკში იყო, ტაგირს ეხვეწებოდა, რომ მესამე რაუნდი როგორმე ბოლომდე მიიყვანეო, მაგრამ ბრძოლის მესამე მონაკვეთში იაპონელის დომინაცია გაგრძელდა, მან ჯერ ფეხით დაანოკდაუნა ულანბეკოვი და ბოლოს დაახრჩო დაღესტნელი. ერთადერთი რის გამო შეგვიძლია შევაქოთ ამ ბრძოლაში ტაგირი არის ის, რომ ულანბეკოვი არ დანებდა და ამიტომ იაპონელმა ის დააძინა მახრჩობელით. მოკლედ ხარიგუჩი 10 წლის შემდეგ დაბრუნდა UFC-ში და დაბრუნდა ძალიან სანახაობრივი ფინიშით. ვნახოთ მომდევნო ბრძოლებში როგორ გამოავლენს თავს იაპონელი ვეტერანი. პირადად მე ძალიან მომეწონა ამ სპორტსმენის ბრძოლის სტილი და უსურებ მას წარმატებას. შემდეგი შერკინება იყო მძიმე წონაში. შამილ გაზიევი დაეჯახა ვალდო კორტეს აკოსტას. თავიდან გაზიევი უნდა შეხვედროდა სერგეი სპივაკს, მაგრამ 3 დღით ადრე ის ბრძოლას ჩაეხსნა და აი ასეთ მოკლე დროში აკოსტამ მიიღო ეს შერკინება. თან აკოსტას სულ რაღაცა 3 კვირის წინ UFC-ში შეხვედრა ჰქონდა. მან ანტე დელია დაანოკაუტა პირველივე რაუნდში, თუმცა ამის მიუხედავად მაინც მიიღო ეს შერკინება. დანავაიც კი ყველამ ვიცით, რომ ესეთი რეკაშეთი სპორტსმენები ძალიან მოწონს. გაზიევი არის 35 წლის მებრძოლი, რომელიც არის თამადის ტანზე, თუმცა ამ ვიზუალმა შეცნომაში არ შეგიყვანოთ. მას ძალიან მძიმე და დამნოკაუტებელი ძალა აქვს, ასევე მიწაზე ძლიერია. აბა სხვაგვარად როგორ, ის ხომ აბდულმანაპ ნურმაგამედოვის ყოფილი მოსწავლეა. სანამ გაზიევი UFC-ში მოხვდებოდა, მან პროფესიონალებში ზედიზედ 10 ბრძოლა მოიგო. აქედან 9 შეხვედრა მან ფინიშით დაასრულა. ჰქონდა ნოკაუტებიც, საბმიშენებიც და 1 დესიჟენი. 2023 წელს შამილმა მიიღო მონაწილეობა Dana White Contender სერიაში, სადაც პირველივე რაუნდში დაახრჩო თავისი მეტოქე და მოიპოვა UFC-ში ბრძოლის უფლება. UFC-ში პირველივე შეხვედრა გაზიევმა მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. მან იმდენი ურტყა საწყალ მარტინ ბუდაის, რომ საჯმა ესცემა გააჩერა. თუმცა შემდეგ შამილის 12 გამარჯვებიანი ვინსტრიკი ჟორჟინიო როზენსტრაიკმა ჩააშხამა. როზენსტრაიკმა ისე დააზიანა მეოთხე რაუნდში, რომ ექიმებმა არ მისცეს გაზიევს ბრძოლის გაგრძელების უფლება და მსაჯებმა მას მარცხი გაუფორმეს ტექნიკური ნოკაუტით. ამ მარცხის მერე შამილი დაბრუნდა. ზედიზედ 2 შეხვედრა მოიგო, 1 გადაწყვეტილებით, 1 ნოკაუტით და რეკორდით 14 გამარჯვება და 1 მარცხი დაეჯახა ვალდოს დოხაში. რაც შეეხება კორტეს აკოსტას, ის ყოფილი ბეისბოლის მოთამაშეა, რომლის საბრძოლო ბაზაც არის კრივი. ის არის ყოფილი LFA-ის ჩემპიონი, რომელმაც ბელატორშიც მოასწრო ჩხუბი. აკოსტა Dana White Contender სერიაში მოხდა დაუმარცხებელი, ზედიზედ 6 გამარჯვებით დაანოკაუტა იქ დანილო სუზარტი და მოხდა UFC-ში. UFC-ში მან 10 შეხვედრა ჩაატარა, 8 მოიგო და 2-ში გადაწყვეტილებით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გაზიევთან ბრძოლა ამ სპორტსმენისთვის იყო რიგით მეხუთე 2025 წელს. ასეთი რამ მძიმე წონაში ცოტათი იშვიათია. რაც შეეხება თვითონ შერკინებას ამ სპორტსმენებს შორის, გაზიევმა პირველივე წამებზე შეუტია თავის მეტოქეს და ამას ძალიან ეფექტურად ახერხებდა. თუმცა კორტეს აკოსტამ ის მოკლე ჯებით გააჩერა, რის მერეც შამილის მოტივაცია შემცირდა. დაი მეორე წუთის დასაწყისში ვალდომ უსაშინლესი მარჯვენა ოერჰენდი გაისროლა, რომლის მერეც შამილს დამატებაც კი არ დაჭირდა. ეს იყო უმაგრესი ღრმა ნოკაუტი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ბონუსს და ინტერვიუში მებრძოლმა კიდევ მოითხოვა ჩხუბი, თქვა რომ სამკვირაში მზად არის მე-6-ჯერ შეხვდეს ნებისმიერს. მოკლედ ტიპს ალბათ ბანკის ვალები აქვს. მართლა მაგარი სპორტსმენია და იმედი მაქვს ამ წელს კიდევ ერთხელ ჩაატარებს ის ბრძოლას, ოქტაგონში გვაჩვენებს კიდევ ერთ ბრუტალურ ნოკაუტს. 77 კილოგრამში კიდევ ერთი ბრუტალური ფინიში ვიხილეთ. აქ ერთმანეთს დაეჯახდნენ ჯეკ ჰერმენსონი და მიკტი ბეკოროლბაი. ჯეკი ამ შეხვედრაში გავიდა რეკორდით 24 გამარჯვება და 9 მარცხი. ოროლბაის რეკორდი კი იყო 14 გამარჯვება, 2 მარცხი და 1 ფრე. თავიდან ეს ბრძოლა თითქოს თანაბარი იყო, მაგრამ შუა რაუნდში ოროლბაიმ ოვერჰენდით შეარყია თავისი მეტოქე და ოდნავ მოგვიანებით უძლიერესი მარჯვენა პირდაპირი დარტყმით ყურში გათიშა ის. სანამ საჯი მოვარდებოდა, ერთი საკონტროლო დარტყმაც მოასწრო. ეს იყო ღრმა ნოკაუტი, რის მერეც ჯეკი კაიხანი მოდიოდა აზრზე. 93 კილოგრამში ერთმანეთს დაეჯახდნენ ვოლკან ოზდემირი და ალონზო მენიფილდი.
ოზდემირი UFC-ში 2017 წლიდან არის, მას 2018-ში სატიტულო ბრძოლაც ჰქონდა დენიელ კორმიესთან, სადაც ის ნოკაუტით დამარცხდა. ვოლკანი სტრაიკერია, თავისი მძიმე დარტყმებით აქვს კარიერაში 20 გამარჯვება და 8 მარცხი. ბოლო შეხვედრაში მან დაახრჩო ბოგდან გუსკოვი, მერე დაანოკაუტა ჯონ ვალკერი, თუმცა მერე მსაჯების გადაწყვეტილებით კარლოს ულბერგთან დამარცხდა და აი შეხვდა ალონზო მენიფილდს, რომლის რეკორდის პროფესიონალებში იყო მაგ მომენტისათვის 17 გამარჯვება და 5 მარცხი. ეს ბრძოლა პირველივე რაუნდში დასრულდა. ოზდემირმა წუთი და 27 წამში ბადესთან დაცხრილა თავისი მეტოქე და მოიპოვა გამარჯვება ნოკაუტით. $77 კილოგრამში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ბილალ მუჰამედი და უპირისპირდა იან მაჩადა გერის. ბილალის პროფესიონალური რეკორდი ბრძოლის დროს იყო 24 გამარჯვება და 4 მარცხი. UFC-ში ის 2019 წლიდან დაუმარცხებლად იბრძოდა. მოიგო ზედიზედ 10 შეხვედრა, 2024-ში გადაწყვეტილებით დაამარცხა ლეონ ედვარდსი და გახდა UFC-ის ჩემპიონი, თუმცა სულ ახლახანს ყველას გვახსოვს გადაწყვეტილებით დამარცხდა ჯეკ დელა მადალენასთან. ბილალი უფრო მოჭიდავია და თავის ბრძოლებს ძირითადად იგებს გადაწყვეტილებით. იან მაჩადა გერი ბილაზე 10 წლით ახალგაზრდა, ის Cage Warriors-ის ყოფილი ჩემპიონია, არის სტრაიკერი, რომელიც მშვენივრად იცავს თავს მოჭიდავეებისგან. მაგ ბრძოლისთვის ირლანდიელს 16 გამარჯვება ჰქონდა და მხოლოდ 1 მარცხი, ისიც UFC-ში გადაწყვეტილებით შავკატ რახმონოვთან, რის მერეც გადაწყვეტილებით შეხვედრა მოუგო კარლოს პრატეს და აი ეხლა შეხვდა ბელალს. ეს ბრძოლა რაღაცით წააგავდა ბელალის და მადალენას შეხვედრას. მუჰამედმა ჭიდაობის მაგივრად აირჩია დგომში ჩხუბი, აქ კი მაჩადა გერი იყო უკეთესი. მეორე რაუნდიდან ბილალი ცდილობდა გდების შესრულებას, თუმცა ირლანდიელი კარგად იცავდა თავს ტეიქდაუნებისგან. ვაღიაროთ, მუჰამედმა გაბარიტების მიუხედავად რამოდენიმეჯერ მოახერხა დგომში კარგი აქტივობა, მაგრამ საერთო ჯამში იან გერი უკეთესი იყო და გაიმარჯვა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რის მერეც ისლამ მახაჩევი გამოიწვია. ასევე ჩიმაევს შესთავაზა ჭიდაობაში მისი წაქცევა. მოკლედ ცოტათი იმარიაჟა, მერე კულისებში ამის გამო ჩიმაევმა მასთან ცოტა იკამათა. მოკლედ გერი კაი მებრძოლია, თუმცა ამ ეტაპზე მეეჭვება მან შეძლოს კონკურენცია გაუწიოს ან მახაჩევს ან ჩიმაევს. და იმი უახლოვდით მთავარ ბრძოლას, არმან სარუკიანი დენ ჰუკერის წინააღმდეგ მსუბუქ წონაში. მებრძოლებს შორის ვითარება აწონვებზევე ცოტა დაიძაბა, თუმცა არც ერთ სპორტსმენმა დაზიანება არ მიიღო. ბრძოლის ბოლოს არმანმა ჰუკერს პრესკონფერენციაზე მადლობებიც უხადა იმის გამო, რომ ის დათანხმდა მას ჩხუბზე, რადგან როგორც სარუკიანი იძახის, მას ყველა მებრძოლი გაურბის, მათ შორის ილია თოფურიაც. მოკლედ არმანი დივიზიონის პირველი ნომერია, რომელიც რეალურად იმსახურებს თოფურიასთან ბრძოლას, თუმცა ან იმის გამო, რომ ის შარშან ჩაეხსნა ისლამთან შეხვედრას, ან იმის გამო, რომ ნაკლებად ცნობადია ვიდრე მაგალითად პიმბლეტი ან გეიჯი, დანა ვაიტს ის არ ევასება. ამიტომ ამ შეხვედრაში სარუკიანს თავი უნდა გამოეჩინა იმისათვის, რომ ის გამხდარიყო პირველი პრეტენდენტი და მგონი მას ეს გამოუვიდა. აღარ მოუყვები ვინ და რა არის არმანი, მასზე და მის კარიერაზე ვრცელი ვიდეო მაქვს გაკეთებული, თუ ვინმეს რაღაცა მიზეზების გამო არ გაქვთ ნანახი, ლინკს აღწერაში დაგიტოვებთ. რაც შეეხება დენ ჰუკერს, ბრძოლის მომენტში ის იკავებდა რეიტინგში მე-6 ადგილს. იყო საშინელი ანდერდოგი, ის აბაზისო კიკბოქსერია და პროფესიონალებში იბრძვის 2009 წლიდან, ისეთი კაი ვეტერანია, რომლის რეკორდიც არის 24 გამარჯვება და 12 მარცხი. UFC-ში ჰუკერი უკვე 11 წელია, უყვარს ჩეხაობა, გამოსდის კიდეც, თუმცა ბოლო 5 შეხვედრაში 4-ჯერ დამარცხდა, მერე 3 ბრძოლა მოიგო, 1 ნოკაუტით და 2 გაყოფილი გადაწყვეტილებით და შეხვდა ახალ ქალაქელს. და აი ბრძოლა დაიწყო. პირველივე წამებიდან სარუკიანი აქტიური იყო, მართალია თავიდან მას ვერ გამოსდიოდა ჰუკერის მიწაზე გადაყვანა, მაგრამ დგომში ის მართლა უკონკურენტო იყო. ერთი მომენტი დენ ჰუკერმა სომეხი მახრჩობელაზე დაიჭირა, თუმცა არმანი ოსტატურად გამოძვრა სახიფათო ილეთიდან, მოიპოვა ეგრევე პარტერში მომგებიანი პოზიცია და გონგის ხმამდე ეფექტურად ზემოდან მუშაობდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ ქალაქელმა პირველი რაუნდი უკონკურენტოდ თავის სასარგებლოდ დაასრულა. მეორე რაუნდის დაწყებისთანავე სპორტსმენებმა გაცვალეს რამოდენიმე ფეხით დარტყმა და ჩავიდნენ პარტერში, საიდანაც არმანი კიდევ ერთხელ ლამაზად გამოძვრა სახიფათო ილეთიდან და დაიწყო ჰუკერის დალეწვა იდაყვებით და მუშტებით ზემოდან. როგორც ბრძოლის მერე ინტერვიუში სარუკიანმა თქვა, ის ისე დომინირებდა, რომ ბოლოს არჩევანი ჰქონდა, ან ის მოიგებდა ამ ბრძოლას ჰუკერის ჩალეწვით და დანგრევით პარტერში, ან მახრჩობელით და მართლაც. ეს იყო სრული დომინაცია, რომელიც დასრულდა ჰუკერის გაგუდვით. გამარჯვების
შემდეგ ცარუკიანმა ილია გამოიწვია, რომელიც დარბაში იყო, თუმცა როგორც ჩანს, თოფურიას ორგანიზაცია სხვა რამეს უმზადებს. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, ამ ბიჭმა ილიასთან ბრძოლა დაიმსახურა და ასეც მოხდება დიდი ალბათობით, იმის მერე რაც ილია კიდევ ერთ ბრძოლას მოიგებს. თუ არ ჩაუნიშნეს რაღაცა სუპერ ბრძოლა ისლამ მახაჩევთან. შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, როგორ ფიქრობთ თქვენ, თოფურია ერთ შეხვედრის მერე არმანს შეხვდება თუ მაინც ავა 77-ში ისლამ მახაჩევთან. მოკლედ ძალიან საინტერესო ივენთი იყო. ალექსანდრე თოფურიას კიდევ ერთხელ ულოცავ ამ გამარჯვებას და უსურვებ კიდევ ბევრ გამარჯვებას იქამდე, სანამ ის ჩემპიონი არ გახდება. იქამდე კიდევ ველოდებით 7 დეკემბერს, სადაც მერაბ დვალიშვილი თავისი ხელით კიდევ ერთხელ დაწერს ისტორიას და მეოთხეჯერ ამ წელწადში დაიცავს კამარს პიოტრ იანთან, რომელზეც მაქვს გაკეთებული კარგი დოკუმენტური ფილმი, ვისაც არ გინახიათ, გადადით ჩემს არხზე, ლინკს აღწერაში დაგიტოვეთ და გაიცანით პიოტრ იანის კარიერას. მე კიდევ ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.